ძალიან მშავი წყალი და ჯანსაღები. გიო რა გინდა მამა რა იყო რა შემაწუხე რა არის კაცო ჩემთვის ვისვენებ აუ მაცადე კაცო დაგეტყივა ანუ ბაბუაშენმა დაგიტოვა ბოსელი რა ხო და შენ მეგობრებთან ერთად თუ გინდა გაიცავით რა რა იყო მამა კაი ხო დავიცვავ რა პრობლემაა კაცო კაი ახლა წავედი იდი ნახვი ბიჭო ეს კაცი სომიხი იყო და გამოსტერდი ჩემი ჰეი კლიპებო რა შვებით ვა გიო ბიჭებო გინდათ ბიზნესი დავიწყოთ კი ისე რა ბიზნეს გვთავაზო ბრო მოკლედ ბაბუაჩემმა დამიტოვა ბოსელი რა და დაიცავითო და რძეები და ყველი ხო არ გავყიდოთ კი კაი მაშინ გავაკეთოთ რეკლამა ბაბუ მადლობა რომ ფერმა გვაჩუქე მარა ფერმა რა ჩემ ფეხებად გვინდოდა არაფრის ბაბუ და იცი რატო გაჩუქე იმიტომ რომ ძუძუს მოწველა ხუნდა რა ზრუხას ხუნდა და როცა უჩდები ხუნდა ზურგის გადაბრუნვა და როცა ვდგები ხო ეგრევე ზურგს დედა მოწული და იმენა ვერძლებ მასე თორე გავა Bozalert, made ნახვა და ჰარიაბებით გიბუნდებით. Წარმოგიდგენთ სოფელ ლენდას, რომელიც დედუზე კომპანია შექმნეს, რომელიც ბიზნესი გამოუგონიათ ბავშვებს. ბატონო გიო, როგორ აპირებს ამ ხელა პატარა ბავშვს ასეთ პოპულარ ბიზნესში ჩართვას? მოკლედ ბატონო იდი ნახვი მოკლედ ჩვენ დავიწყებთ ამ ბიზნესის შექმნის ისტორიიდან ანუ ნახეთ ბაბუაჩემმა დაგვიტოვა ძროხის ფერმა ბოსელი იგივე და ანუ ამ ბოსელში ყავს ძროხები რომელიც იწოლებიან რძეს მოკლედ ბაბუაჩემმა იმიტომ დაგვიტოვა რომ როდესაც ძროხას წველის ესე გითხრა ჩემ ზურგს როცა ანუ ვიხრებიო მე როცა ვდგებიო დედა ხო მოწყულიო და დაიწყო ბიზნესი შესაბამისად სულკაცობად, მონეთ სუცით was რატო მეძახით? თქვენი დინახვი არ გქვიათ კაცო მე დინახვა დავიდო ჩიგებშდობოთ. შოში ხვარა გაკბიტო. შენ მე გადავები ხო? ვირიშულები ესენი